პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციების მეთოდის იუნესკოს ნომინაციაზე წარსადგენად იმუშავებს. სოფლის მეურნეობის კომიტეტის მიმართვა სამუშაო ჯგუფის შექმნის და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის კომიტეტმა წარმატებით იმუშავა ხორბლის და პურის ცხობის ტრადიციის იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლის ნომინაციაზე წარსადგენად და დღეს უკვე დადასტურებულია, რომ საქართველოს თან ერთად ხორბლის სამშობლოცაა. პაპუაშვილმა დაინტერესებულ დეპუტატებს სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მიღებას ლუდის ხარშვის ტრადიციების მეთოდი მე-11 მოწვევის პარლამენტის მუშაობის პერიოდში შეძლებს. სწორედ სოფლის მეურნეობის კომიტეტი იყო, რომელმაც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმუშავა თავის დროზე ხორბლის და პურის ცხობის ტრადიციის იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლის ნომინაციაზე წარდგენის საქმეზე და წარმატებით დასრულდა და დღეს არა თუ ასე ვთქვათ კულტურულ ძეგლად არის აღიარებული, არამედ უკვე ბოლო კვლევებით დადასტურებულია, რომ საქართველოს არის ვასთან ერთად ხორბლის სამშობლოც. და ეს ბოლო კვლევებით, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, არის სულად დადასტურებული და ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმაც ამ თემის პოპულარიზაციაში მიიღოთ მონაწილეობა, რომ საქართველოს არა მხოლოდ ღვინის, არამედ პურის სამშობლოც არის. და სწორედ ამიტომ აქედან იყო ინსპირაცია იუნესკოს წარმატებული პროცესიდან გამომდინარე, რომ მათ შორის ლუდის ხარშვის ტრადიციის მომზადება მოხდეს იუნესკოსთვის ნომინაციაზე და წინა გამოცდილებით პარლამენტი ამ მხრივ კარგი პლატფორმა არის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართულობის, ისე სამეცნიერო წრეების ჩართულობის.